აი ჯამათ როგორ გიკითხოთ როგორ წინს როგორ ქრის როგორ დარია მე არ მოხსოვს სიტყვები შესადარია მოკლედ რო ვთქვათ პირველი დიპლომის შესახებ კანდიდატია დოქტორია შიო ხოლო ის რომ ბათუმის დიპლომი 100 აქვს მიღებული თუ ისე აქვს, მას ეს დიპლომი ოფიციალურად აქვს. მაშინდელი საქართველოს კანონმდებლობის თუ საპატრიარქოს კანონმდებლობის მიხედვით აქვს აღებული. შეიძლებოდა ეს თუ ერთი მხრივ პატრიარქი აქოთ ადიდოთ და მე პატრიარქის დაარსებული ინსტიტუციები და ხელმძღვანელებული ხელმძღვანელები ინსტიტუტების მიერ გაცემული საბუთების ასე აბუჩა დაგდება როგორ გამოგდით არ ვიცი თან პატრიარქის სანაკებო ძმისშვილის ასე რომ არ გინდათ ეს ყველაფერი მოხდა პატრიარქის კურთხევით და ეს იყო დიპლომი რომელიც მათ მისცა საშუალება რომ წასულიყო და ბაკალავრზე ესწავლა ესე რამე ესეთ კი არ იყო ბაკალავრზეც ისწავლეს და მე სამაგისტროსეც და ნუმერიკ საკანდიდატოც ეძახიან ისინი ჯერ კიდევ რუსული ისაქვთ ძველი საბჭოთა ეს სახელწოდებები აქვს მაგრამ თუ ამას გადავახურდავებთ ქართულად და ლარებში ან ევროებში მივიღებთ სადოქტოროს ესე სადოქტორო აქვთ პირველი ეგ არის მეორე რაც თავარია და უმთავრესი არის ეს მართვა გამგეობის შესახებ მართვა გამგეობა დაწერილი არის 80-იან წლებში 90-იან წლების დასაწყისში გამოცდელი იურისტის მიერ რაღაცა გააკეთეს, შექმნეს, შეთითხნეს და შეკერეს, შემოკერეს. ნუ რაღაცნაირად ესე გამოძერწეს და გამოიძერწა მართვა გამგეობის გვაქვს, წესდება გვაქვს, რომლის წესდების მიხედვით ვცხოვრობდით. ვარღვევდით, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ვარღვევთ ხოლმე ქართველები კონსტიტუციას და ასე შემდეგ, მაგრამ რაიმე ახლა განსაკუთრებული ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა იქ არ ყოფილა იმ წესდების, ის წესდები ასე თუ ისე მოქმედებდა, დიდად არაფრად, მაგალითად ბოლო წესდების მიხედვით წელიწადში ორჯერ უნდა გაემართოს სინოდის კრება და იქ ჩვენ არა გვაქვს ნუ რამდენიმე წელია უკვე სინოდის კრებები არ იმართება. გასაგებია ეს ყველაფერი ეკონომია ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს როდესაც მართვა გამგეობა ესეთი გამართული არ არის. ყველანაირად შეეძლოთ ამ ეპისკოპოსებს დღეს რო წუწუნებენ რომ ესეო ისეო, ყველანაირად შეეძლოთ რომ ეს მართვა გამგეობა დაეხვეწათ, წესდება დაეხვეწათ. ყოველთვის ხდება აპდეიტ, ესე იგი ყოველთვის ყველა ეკლესიას აქვს მსგავსი წესდება ეხლა და ისინი დროთა განმავლობაში გადახედავენ ხოლმე და მაგისთვის არსებობს სინოდი სწორედაც რომ ნუ თუ რაიმე არის მოძველებული წესი ან ახალი წესი გჭირდება უფრო ეფექტური მაშინ უნდა მივიღოთ ამ წესდებაში შეიძლება შეტანა მოკლედ როგორც 21 წლის კონსტიტუცია ავიღეთ მე ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ აღდგენა ძველი რესპუბლიკის საქართველოს გათავისუფლებას ზუსტად გამსახურდიას მერე და შემდეგ გავაკეთეთ მის საფუძველზე არა მაგრამ სრულად ახალი კონსტიტუცია მაგრამ მანამდე ოფიციალურად ეს კონსტიტუცია სრულდებოდა ესე იგი იყო სრულდებოდა არ სრულდებოდა ეხა რამდენად მაშინდელი ჩვენი სასამართლო და მაშინდელი ჩვენი სახელმწიფო ოპერირება სულ თანხმობაში იყო 21 წლის კონსტიტუციასთან ეგ სხვებს კითხეთ, მაგრამ არ იყო ცხადია, ძნელია ეს მოძველებული ისევ როგორც ჯულის კანონი ვერ შესრულდება, მაგალითად ჯულის კანონში არის ისეთი პუნქტები, რომელიც დღეს შესრულება შეუძლებელია, მაგრამ არის პუნქტები, რომელიც პუნქტებიც ევროპის კულტების შესრულებაც საშური არის. ასე რომ არ გვინდა გვაქვს ეს წესდება, მოდი მივიდიოთ ამ წესდებას, იმიტომ რომ იქ ერთი გამონაკლისი რო დაუშვა, მაშინ გარმელიაზეც უნდა დაუშვა, მაშინ იმაზეც უნდა დაუშვა, ამაზეც უნდა დაუშვა, ნუ აირ არის წესდება, მოდი მივყვეთ ამ წესდებას. და ეს წესდება სხვადასხვის იძლევა საშუალებას ამ წესდების დახვეწისა. და ან სრულად ახალი წესდების მიღებისა. თვითონ წესდება ისეთია, რომ სინოდ შეუძლია რომ მაშინ შეიტანოს ცვლილებები. კი ბატონო, ეხლა მოამზადენ საკანონმდებლო ცვლილებები. აი ამ ჯგუფებმა, რომლებიც აი ესე არიან დაპირისპირებული შიოს
და შემდეგ იმუშავონ, როგორც ხდება საპარლამენტო ჯგუფები, როგორც არის კომისიები. აი ესე დაახლოებით ესეთი რაღაცა გააკეთოს სინოდმა, მოიწვიონ ნიშა, თავისუფლად შეუძლიათ მოიწვიონ. თვითონ ეს წესდება დაწერილია ბასული კობახიძის მიერ და თუ არ ვწდები, მაშინ საერთოდ სასულიერო არც იყო, როდესაც ეს დაწერა. თუ იყო თუ არ იყო, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მე მგონი არც იყო. ხო და ეს რა მნიშვნელობა მოიწვევ თუნდაც ის კონკონდარტი სასულიერო პირების შედგენილი ხო არ არის, არა ეს იურისტებმა გააკეთეს. ანდრიაძე მუშაობდა მაგალითად ამ წესდებაზეც. ასე რომ შეიძლება ეხლა კომისიები გამოიყოს, ჯგუფები შეიქმნას, პროფესიონალები მოიკრიბნონ და ახალი წესდება მიიღონ, სადაც ერთპიროვნული მმართველობა აღარ იქნება პატრიარქის. არც ისე იყო კანონმდებლობით, არც მანამდე იყო. უბრალოდ რიდი ქონდათ პატრიარქის და არ ვიცი რიდი ქონდათ თუ რა შიში ქონდათ თუ სურვილი არ ქონდათ თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სინოდალური მმართველობა რეალურად არ ხორციელდებოდა. მმართველობას ახორციელებდა ილია მეორის პიროვნული ნება და დანარჩენები ადაბრამს, თუ ვისაც გახსოვთ ეს საბჭოთა ტერმინი ადაბრამს ხელს აწევა ყოველთვის პატრიარქის რომელიმე ინიციატივა, რომელიც პატრიარქს უნდოდა რომ გაეტანა, შეუძლებელი იყო რომ ის არ გასულიყო. კი ბატონო, ავტორიტეტი ქონდა დიდი, მოგზაურობა იყო, ასე არის. ეხა ხო აღარ აქვს შიოს ავტორიტეტი დიდი, თავისუფლად შეიძლება მასთან უკვე აი ესე საკანონმდებლო დონეზე ესე იგი დიალოგი და ამასთან ერთად შეიძლება დიალოგი უკვე საეროსთან, საერო პროფესიონალებთან, ჟურნალისტებთან და გამართულად ყველაფერი შეიძლება ეს. ხოლო რაც შეიძლება საახსრულებლოს. აქაც შეიძლება უკვე აი ამ ახალი დებულების საფუძველზე შეიძლება საახსრულებლო სისტემაც მოყვანილი იქნას წესრიგში. საერთოდ საახსრულებლო სისტემა მართლმადიდებლობაში მთლიანად იყო სახელმწიფოზე გადასული. ესე იგი რაღაც შეიძლება ეკლესია რომ მიიღებდა კანონს, მე მას აღასრულებდა იმპერატორი, რა პირად იმპერატორი კი არა, მაგრამ საიმპერიო სახელმწიფო ინსტიტუციები აკეთებდნენ ამას. ასე რომ ეს თუ როგორ უნდა აღსრულდეს, ესე იგი როგორ უნდა აიძულო მაგალითად ურჩი მღვდელი, ვიღაცა რა ჯერისკაცი, როგორ უნდა აიძულო რომ გააკეთოს იზანეპისკოპოსი, გააკეთოს ის რაც შენ გინდა რომ გააკეთოს. ჩვენ ხომ ნახეთ რომ პოლიციის ჩარევა დაჭირდა თუნდაც იმ ჭყონდიდის ამბებს და ყოველთვის რაღაცა ჭირდება ესეთი გარეგანი ჩარევა ხოლმე. კი ბატონო, ამაზე ფიქრით შეიძლება თუ რომ ეხლა ეკლესია თავის პოლიციას ალბათ ვერ გააკეთებს ინკვიზიციის მსგავსი რაღაცა, მაგრამ რაღაცა შეიძლება იქნას მოფიქრებული. მაგალითად ერთგვარი მორალური, აი კომუნისტებს რო ქონდათ რა ესე. რაღაც სასამართლოები, ამხანაგობები, რაღაცები და ახლობით, უამრავი აგერ იარგო გირჩს მოსწონს იმის სამართალი, სვანური სამართალი მოწონს და ტრადიციული სამართალი მოწონს და აი რაღაცას მათ შეიძლება ასე საეკლესიო სასამართლო არის გასაკეთებელი. რომის გაკეთებაც არ არის, ეხა ნოუ-ჰაუ შეიძლება მაგისიც საუკეთესო სასამართლოს საუკეთესო მაგალითად ტექნოლოგიები შეიქმნება, მაგრამ მოკეთ ყველაფერი კარგად მინდის მეგობრებო. ის რომ შიოს არ აქვს დიდი ავტორიტეტი, მაგალითად იმხელა რომ 100%-იანი ავტორიტეტი და მხოლოდ ნახევარზე არის ლაპარაკი, ეს კარგია. დანარჩენი ნახევრებმა უნდა იმუშაონ რელზე, იმუშაონ ერთმანეთში. თუ ეს შეუძლიათ გააკეთებ და თუ ეს მათ არ შეუძლიათ მეგობრებო, მაგ არაფერ შუაში არ არის შიო. მაშინ არის რომ ეს თუ ყველანი ეხა ეს ეპისკოპოსები წვედანები არიან და საჭურისები ეხა რა უქნათ ეხა ესე იგი ესეთი მდგომარეობა, მაგრამ როგორ გამოგივადოთ ერთი მხრივ პატრიარქი ილია მეორე ადიდოთ აქოთ და რა ვიცი მინდანად აცხადოთ და მეორე მხრივ მისი დანატოვარი ხალხი წვედანებად გამოვაცხადოთ. არ გამოდის ხო? რაღაც გაურება გაქვთ. თუ ილია მეორე ცუდი იყო, არ იყო კარგი და არც ისეთი კარგი არ იყო, ეხლა არც ისეთი კარგი გყავს. შეიძლება ძალიან ცუდი გყავს. ოკეი? ჩავტოვოთ და ძალიან ცუდი პერსონალიები გყავს ამ ეპისკოპატის სახით. ოკეი? ამაზე შეიძლება ზრუნვა მაგალითად, აქ შეგვიძლია დებატები, შეიძლება საუბრები, შეიძლება
თქვენ თვითონ მოძებნოთ სახსრები და მაგალითად ის თეოლოგები რო ყავს და ქარხნებში მუშაობენ და რაღაცა ღამის პოსტებში და მიმტანებად და რაღაცებად ის ასაუარ გარეთ აი ამ ადამიანებს მივცეთ საშუალება ხელფასი გადაუხადოთ რომ მათ იმუშაონ და მოგცენ რაღაცა დოკუმენტები თუ როგორ გვესახება ეკლესია და ჩვენი პროგრამა, ჩვენი ხედვები და აი ამ ხედვების მიხედვით წარმართოთ მაგალითად მედია, პოლიტიკა, ეკლესიასთან მიმართებაში ყველგან ამ ისტერიკების და გინებების გარეშე რა. ხელის მოწერების, რომელიც მე გავაკეთე, პრინციპში ყოველთვის ძალით მომაწერინა ხელი რა. ნუ ძალით როგორ ეხა პისტოლეტი არავის არ დაუდია, მაგრამ მორალურად ამაგდეს და ისე და არც ერთ ხელ არ მინდოდა ხელის მოწერა. და ანუ მაგას ვი არ მაგამეკეთებინა, იმიტომ კი არ შემეშინა. უბრალოდ არ იყოს სწორი რა. არ იყო ის, რაც მე მინდოდა. და სწორად არ მიმაჩნდა. ის რაც მე სწორად მიმაჩნდა იმას ანგარიშს არ უწევდნენ და არამდე არ უნდა მომეწერა ხელი. იქ სადაც მე არ ვიყავი, უბრალოდ ჩემი სახელის გამოყენება ჭირდებოდა და მე ამას დავყაბულდი. იმიტომ რომ მოვალედ ვუძნობდი თავს იმ ვასილი კობახიძის და აი ესე გამოვიდა სულელებში გავყავი თავი. ვიყავი კიდეც მოვალე. ეხლა აღარ ვუძნობ თავს მოვალედ, მაგრამ მაშინ ვუძნობდი და ვიყავი კიდეც და ვუძნობდი კიდეც თავს მოვალე. ეხლა ვარ მოვალე, მაგრამ არ ვუძნობ თავს მოვალე. როგორ თქვა ეხლა ეს არ ვიცი, მომგამე ჩემი ვალი გადავიხადე რა მოკლედ. ხო და აი ეს არის ბევრი არაფერი გასაკეთებელი სხვა იქ არ არის. ჩეხება იმას ესე იგი რომ იქ რაღაც ნაკლოვანებებია, იქ ისაიას ხო? ისაიას არ აქვს საკუთი, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელმაც ელემენტარული დოგმატიკა მაინც იცის, ეხლა შიომი იცის რაღაცები, ნასწავლი აქვს. რაღაცაში მარჯვენაში, მარცხენაში ერკვევა. რუსული ენა იცის, ინგლისურიც ცოტა იცის. მოკლედ თუ სწორ მაგრამ მარტო ზვიადაძე რო დადის ეხა იქ კრებებზე სადღაცას და ყველგან საერთო სამეცნიეროზეც ზვიადაძე დადის, უბრალოდ ადმინისტრაციოზეც ზვიადაძე დადის, რაღაცა პოლიტიკურ შეკრებებზე ზვიადაძე დადის. ესე რომ არ იყოს, გამოიყოს რაღაცა სამსახური, რუსეთსაც რაღაც სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, სადაც ამდენად კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ. აი ამის გაკონტროლება შესაძლებელია. სახელმწიფოსთან რა ურთიერთობა, ან სახელმწიფოს რა ურთიერთობა უნდა გქონდეს, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ეკლესიასთან. ესეც ბჭობის საგანია. მოკლედ ბურთი და მოედანი რა. და შიო ამ შემთხვევაში არის შესანიშნავი კანდიდატი. სწორედ ისაია ვერ იქნებოდა კარგი კანდიდატი, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინეთ, ხა ისაია რო არჩეულიყო და მე ისაიას კრიტიკა ვინმეს დაიწყო, აი ჩვენ კარგი წმინდა ადამიანი, აი იქ თავდადებული მისგან შექმნიდნენ ხოტბას შეაცხავდნენ, შეიძლება დიდი რამბებს ისიც მოექცეოდა რამდენიმე მონაზონის გავლენის ქვეშ. ვიცით რომ არ მოექცეოდა, ამიტომ ჩვენ ამ პიროვნებები ყველა მეტნაკლებად თანასწორია მეგობრებო. ის რუსეთის აგენტია შიო და რაღაც ესეთი ეს უბრალოდ თითიდან გამოწვეული რაღაც ვარაუდებია, არაფერი ამის დასაბუთება ამისი არ აქვს, ვიღაც ყურაშვილები და რაღაცებს ლაპარაკობენ. ამაზეც ნორმალური მსჯელობა არ არის. არ გინდათ, ყველაფერი გარია კარგად არის. ვისაც აირჩევთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ეს ისაია იქნება თუ ბერბიჭაშვილი იქნება თუ ქიტუაშვილი იქნება. არა უჭირს კაცო, არა უჭირს ყველანი, კაი მთავარი არის რომ შემდგომი მუშაობა გაგრძელდეს. აი მე პრობლემას მე იმაში ვხედავდა, აქამდეც მაგას ვხედავდი. არა იმდენად პატრიარქში და არა იმდენად სხვებში. არამედ სწორედ ჩვენს აი საერო ხალხი მე არა ვარ საერო, მაგრამ ნუ მაინც გვერდით ეკლესიიდან გვერდით ვარ, ხა ქართული ეკლესიიდან გვერდით არა ვარ შიგნით გარედან ვარ და ჩვენაერი ხალხი ესე იგი სწორედ ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ იყო გაურკვეველი ბუნდოვანი და არაპროფესიონალური. აი მაგალითად როდესაც გიაგო გიჩია ლაპარაკობდა ქრისტიანობა, ეხლა მაღლაკელიძეს და რო იყო, იქ ჩაეკითხე რა ქრისტიანობაზე ლაპარაკობდა და იაგომ თქვა ქრისტიანობა, ნუ დასავლური ვარიანტის ქრისტიანობაზე თქვა. ესე აქამდე ქრისტიანობა ლაპარაკობენ, მაგრამ ჩიხში რომ მიაყენეს, ეგრევე უკან დაიხია. ხო და მე მაღლაკელიძე პირდაპირ უთხრა, ჩვენ ძალიან მიყო, ჩვენ დასავლური ქრისტიანობა არც არ ზუსტად აღმოსავლური ქრისტიანობა ვიყავით. აღმოსავლური ქრისტიანობა კი გულისხმობს, რომ კირილეს ისინი უნდა ვიყოთ ეხლა. ბუნებრივი ისინი ვართ მომხრეები ვართ კირილესი
განსაკუთრებულად ესია, იმიტომ ჩვენ აღმოსავლეთ ქრისტიანები ვიყავით. ეგრევე ჩაჭრეს იაგო, რატო? იმიტომ რომ ზიანი ეგ და ისა რა ქვია, ცოტა მეტნაკლებად რელიგიით დაინტერესებული იქ არის. ვახო და რაღაცა ვახო დაიკითხა სახარება და თავის დასკვნები გამოიტანა იქიდან იმას უსმენა კიდე ჯონსონა თუ მონსონა რომ არის რაღაც იდეოლოგისტი არც ისე დიდად ძლიერი ის არ არის თეოლოგიის თვალსაზრისით სადაც მინდა გამოვიჭერდა იქ გამძარცვავ ამ დიდ რელიგიურ დიდებულებას მისას არა ვახოვისაც ეხმობა ძირითადად იმას რაღაცა ძალიან ვიწრო პოპულისტური მაგრამ საქმე მაგაშიც კი არ არის საქმე მაშინ რომ მაგალითად როდესაც ქრისტიანობაზე საუბრობს და ძალიან აღმატებულ ტონში საუბრობს მერაბ მამარდაშვილი ქრისტიანობაზე ის გულისხმობს დასავლურ ქრისტიანობას და რუსეთზე პირდაპირ ამბობს რომ ქრისტიანობა რუსეთში არც შემოსულაო რა ნუ მე სხვა სიტყვას ხმარობს არ გადაუხნიას და მიწა არ დაუმუშავებიაო ვართ ქართულები რამდენად ვართ ქრისტიანები კიდევ საკითხავია ჩვენ კი ვართ ქრისტიანები დარწმუნებული ვარ მაგაში იმიტომ რომ ბოლო რუსთაველი გვაქვს ჩვენ და პეტრიცი გვყავს და ჩვენი ენა ვაწარმოეთ და ჩვენი ჰიმნოლოგები გვყავს გრაფები გვყავს და ჩვენი გალობა ვაწარმოეთ და ნუ შესანიშნავი რაღაცები ხმენით ქართველებმა მაგრამ ეს იყო 10 საუკუნის შეიძლება ბოლო გამონათება ამაში შეიძლება ყოფილიყო სულხან საბას ანუ გაისახო საბას დავანებოთ მაგრამ აი სწორედ გარეჯის აღორძინების ხანა სანამ დაარბევდნენ გარეჯს აი გარეჯი რატომ მოსპეს ჩვენ რო ვიძახით 4000 ლაპარაკი არის თუ არ ვწდები 40 ან მაქსიმუმ 400 ბერზე მაგრამ სადაც 40-ია მაგრამ თუ არ ვწდები ლაპარაკი 4000 ბერზე რო ლაპარაკობთ მეგობრებო ის 4000 რატომ უნდა დაერბიათ იმიტომ რომ ის იყო საგანმანათლებლო ცენტრი დიდი ცენტრი გენიალური ცენტრი იყო ის და მტერს სწორედ ის უნდა მოესპო ნუ ეს არ იყო შემთხვევით რომ იყო აღდგომა იყო და მის გარშემო დადიოდნენ და ამიტომ მივიდნენ ეგრეს გაბრი ანუ აი ეს ლამაზი ისტორია რომ აი აღდგომას მტერსაც კი მაინც არ შეუშინდნენ მტერს და მაინც არ შეუშინდნენ მტერს და იქ რაღაც ლიტანიობა გააკეთეს სანთლები ჩვენ არც ვიცით ლიტანიობა ეგრე ეკეთებოდა თუ არ ეკეთებოდა ეგ ერთი და მეორე სულ ამას გაპარს არა ეს ალბათ იყო მიზან დასახულად სწორედ აქ უნდა ქართული იდენტობა ისორედ იქ უნდა ჩაეკლათ მტერს და იქ ჩაკლეს როგორც რუსებმა ეკლესია ჩაგიკლეს ხელნაწერები მოაგროვეს თელს აღმოსავლეთ საქართველოს კახეთში განსაკუთრებით თუ არ ვწდები და დაწვეს მთლიანად რუსებმა და მთლიან ქართული გავლობა აგიწალეს და ჩვენს გარუსებას რუსიფიკაციას ცდილობდნენ ჩვენსაც და თითქმის მიაღწიეს კიდე რო არა რევოლუცია საქართველოში ძალიან წარმატებით მიდიოდა ეს რუსიფიკაცია მიუხედავად იმისა რომ დიდი პოეტები და დიდი მწერლები გამოგვიჩნდნენ მაშინ მაგ პერიოდში მაგრამ მაინც თუ რუსეთის იმპერიაში დიდხანს პრინციპში არა ვჭდები იმიტომ რომ მაინც დავჭით რუსეთის იმპერიაში და მაინც გადავრჩით ხო ნუ უკვე ამას უკვე სტალინს აბრალებენ იმიტომ რომ სტალინს არ უნდა შეექმნეს ეთნიკური ნაციონალური რესპუბლიკები და იდენტობები ეს ყველაფერი უნდა ეს ყველაფერი ამაზე ყველა ეს ჟირინოვსკი და ეხამდელი პუტინის იდეოლოგია ეგეთია რომ არა ეგ იყო ყველა სტალინის შეცდომა რომ არ უნდა ყოფილიყო ეთნიკური გაერთიანებები და ნუ პოლიტიკური გაერთიანებები და აქედან ეს რო არ გაეკეთებინა რუსიფიკაცია უბრალოდ მოხდებოდა და ამიტომ ეგ უნდა იცოდეთ რომ რუსების დღევანდელი გეგმა არის რომ ამ შეცდომის გამოსწორება ამიტომ თქვა პუტინმა რომ საქართველო არც არსებობდა იყო უქუთაისის გუბერნიო და თბილისის გუბერნიო ამიტომ ესე იგი საქართველოს თლიანად ეჭვქვეშ აყენებდა როგორც საქართველოს არსებობას ესეც უნდა ვიცოდეთ რა განწყობით არის პუტინი რეალურად საქართველოს და ნუ გასაგებია ეხლა ეს მაგრამ ეხლა როგორც ჩანს პუტინი მარცხდება და საქართველოს გაყოფას ვერ შეძლებს მაგრამ ნუ ეს არნიშნავს რომ საქართველო უბედური არ იქნება აქედან გამომდინარე ჩემო მეგობრებო ისაია არ ვიცით კარგი იქნება აქ არც ისაიაზეა ლაპარაკი არც ბოლო ბერჯიჭაშვილზეა ლაპარაკი არავიზე ლაპარაკი არ არის ჩემო მეგობრო აქ მხოლოდ ლაპარაკი არის სისტემურ სახეცვლილებაზე და ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ყველამ ერთად აი ეს არის ამაზეა ლაპარაკი და როგორც პარლამენტ შეშვენის ეს ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ
ძალიან კეთილგანწყობილი მეგობრული სულისკვეთებით, თანამშრომლობის სულისკვეთებით, კამათით, დავითაც მზად ყოფნა რომ გავცხარდებით და ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, აღმოსავლელი ხალხი ვართ, სამხრეთელები ვართ, სამხრეთ-აღმოსავლეთი ვართ, ევროპის თუ ვართ, თუ არა აზიის დასავლეთი ვართ. მოდით დასავლური ცივილიზურებულად მოვიქცეთ რახან აზიის დასავლეთი ვართ და რახან გამომდინარე რომ ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის და გვაქვს ამდენი ცეცხლოვანი და გზნევა სისხლში და ცოტას ერთმანეთს წავაყრით ხოლმე, მე შენდობაც უნდა შევძლოს ერთმანეთის და უნდა ვიცოდეთ რომ ეს იმ წუთიერი გაბრაზება იყო. ასე რომ აი ამით ასე უნდა მოვიმართოთ, ასე უნდა დავირაზმოთ და ეკლესია აი ამდენი წლის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხეტიალის მერე უნდა გადავიდეთ, ასე ვთქვათ, გადავიდეთ უკვე აღქმული მიწის ათვისებაზე. ეს გარდამავალი პერიოდი გაგრძელდა იმხელა რამდენად გაგრძელდა, გრძელდება ჯერ კიდევ ბოლომდე გამოსული არა ვართ, მაგრამ აღქმული მიწის საზღვრებთან ვდგავართ და აღქმული მიწის შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. აღარა ვიქნებით მომთაბარენი, არამედ და მსხემნი და მწვენლი, არამედ ვიქნებით მკვიდრნი. დავემკვიდრებით, დავბინაოდებით და უკვე იმას შესაბამისად უკვე სხვანაირი მიმართება. თუ მანამდე ასე ვთქვათ, მოსეყვავდა წინამძღოლი როგორც იყო ილია მეორე, ამერიდან ჩვენ უნდა შევქმნათ ინსტიტუციები, სინოდები, სინოდალური მმართველობა და გადავიდეთ როგორც პოლიტიკური ერისთვის დამახასიათებელ მოქმედებებზე.